ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიურო უკვე იძიებს საქმეს, რომელშიც ეჭვმიტანილები არიან სწორედ საქართველოს მოქალაქეები, კაპიტანი და ასევე ეკიპაჟის წევრები. დაკავებულია ტანკერი იგელ-S, რომელიც მიიჩნევა მედიის ცნობებით რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად, რომელიც გამოყენებული იყო ერთი მხრივ სანქციებისგან თავისასარიდებლად და ნავთობის გადასაზიდად, ხოლო მეორე მხრივ უკვე სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობისთვის. ახლა ფინეთის სპეცსამსახურები იძიებენ სწორედ დივერსიის აქტს, რომელიც ჩადენილი იყო და გამოძიება ვარაუდობს ახლა და მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე. როგორც გამოძიების ჩანაწერებში წერია ფინური მედიის თანახმად, ხომალდმა, რომელიც ახლა უკვე არის დაკავებული, ჩაუშვა ღუზა და რამდენიმე ათეულობით კილომეტრის მანძილზე ათრია იმისთვის, რომ მიზანმიმართულად დაეზიანებინა კაბელები, დაზიანებულია ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი და ასევე სხვა 4 საკომუნიკაციო კაბელი. სწორედ ფინური მედია წერს პირდაპირ, რომ ეკიპაჟის წევრები არიან საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები, მათ შორის კაპიტნის სახელი და გვარიც ხდება ცნობილი. ფინური მედია წერს, რომ ეს არის დავით ვადაჭკორია, რომელიც ამ ეტაპზე რჩება ფაქტობრივად დუმილის რეჟიმში და დეტალებზე არ საუბრობს. დაახლოებით 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება სავარაუდოდ გამოძიება და ფინეთს აქვს ახლა ძალიან ბევრი კითხვა. სავარაუდოდ ხომალდი, რომლის კაპიტანიც არის ქართველი, გამოყენებული იყო რუსეთის მიერ მიზანმიმართულად დივერსიისთვის და კაბელების დაზიანებისთვის. შესაბამისად, საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულთა ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართ ჩადენილ დივერსიულ აქციას საუბარი და უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს დანაშაული დადასტურდება, ეს იქნება ძალიან მძიმე მათ შორის ქვეყნის რეპუტაციისთვის, მეზღვაურების რეპუტაციისთვის და გააჩენს დამატებით რისკებს, რომ მაგალითად მეზღვაურების ლიცენზიების საკითხი იყოს განხილული. ამიტომ უსაფრთხოების ექსპერტები ახლა პირველ რიგში განმარტებებს ელოდებიან საზღვაო სააგენტოსგან და ასევე ქართული ოცნების ხელისუფლებისგან, რა როლი ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, იყო თუ არა ლიცენზირებული კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ ხომალდზე. კითხვები არის საკმაოდ მრავლად, დანაშაულიც არის ძალიან მძიმე, ამიტომ მნიშვნელოვანია დროული განმარტებები და ახლა მთავარია უკვე საბოლოოდ რას დაადგენს ფინეთის გამოძიება, თუმცა ჩვენ ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ფინეთი გამოირჩევა იმით, რომ არასდროს არ საუბრობს წინასწარ იმ შემთხვევაში, თუ მას არ გააჩნია უტყუარი მტკიცებულებები. გამოძიების პროცესში ვიცით, რომ მასში ფიგურირებს ტანკერი, სამოქალაქო ტვირთების გადამტანი ხომალდი, მაყურებლისთვის უფრო მარტივად რომ იყოს გასაგები, რომელიც ატარებდა ნავთობს, როგორც ამბობენ და ამის პარალელურად ეწეოდა დივერსიულ საქმიანობას ან დივერსიის ხელშემწყობ საქმიანობას ბალტიის ზღვაში. შესაძლოა ეკიპაჟი მოხვედრილი იყო გემზე, ვთქვათ და ჩვენ უბრალოდ ვთქვათ, რომ ქართული ეკიპაჟი ბევრ სხვა ხომალდზე არის, თუმცა კაპიტანი როგორც პასუხისმგებელი პირი ნებისმიერ აქტზე, რომელსაც ხომალდი ჩაიდენს, ანუ ეს იქნება რაღაცა ეკოლოგიური დაბინძურება თუ ეს იქნება დივერსიული აქტი, ეს უკვე სერიოზული პრობლემა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის და იმიჯისთვის, იმიტომ რომ იმისთვის, რომ ქართულ კაპიტნებს მეზღვაურებს ქონოდათ თავისუფლად მიმოსვლის და თავისუფლად დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო ლიცენზიების და აღიარების მქონე ხომალდებზე, საქართველოს მთავრობამ თავის დროზე ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ისევე როგორც საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ. და დღეს ამ ფაქტს შეუძლია ამ ყოველფრის ეჭვისქვეშ და საფრთხის ქვეშ დაყენება. ანუ წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე 1000 მეზღვაური შეიძლება დადგეს სამსახურის დაკარგვის ფაქტი, ანუ რისკის ქვეშ, თუ კი დადასტურდა, რომ ქართული ეკიპაჟები მონაწილეობენ რუსეთის მიერ განხორციელებულ არალეგალურ ოპერაციებში. რუსეთი რომ ასეთი რამის გამკეთებელი არის, ამაში ეჭვი არავის არ გვეპარება. ის რომ ფინეთი ამას აცხადებს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ ფინეთი როგორც წესი არ არის სახელმწიფო, რომელიც ეგეთ რამებს მარტივად ამბობს. ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს და რეალურად იგივე ფინეთის, ესტონეთის წინააღმდეგ რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს. ორივე ეს ქვეყანა არის ნატოს წევრი ქვეყანა, ორივე ეს ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს კაბელი, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის აკავშირებდა, ფაქტურად განადგურებულ იქნა. ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ ეჭვი არის არსებობს იმის, რომ
ეს ხდებოდა რუსეთის მითითებით. საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაც ეჭვმეტანილი არის რუსეთთან სხვადასხვა საკითხებში თანამშრომლობაში. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ამბავიც გასარკვევია იყო თუ არა და თუ იყო რა დონით იყო მათი ჩართულობა ამ ამბავში. ზოგადად, რაც ქვეყანაში ხდება, ძალიან გავს იმას, რასაც ეძახიან კადიროვიზაციას, ანუ შენი ერის წარმომადგენლების გამოყენება რუსეთის ინტერესებში. რუსეთისთვის ნაცადი მეთოდია დივერსიული აქტების მოწყობა, სწორედ ასე, სამოქალაქო ხომალდის გამოყენებით ან ეგრეთ წოდებული შავი ფლოტის გამოყენებით. ახლა მთავარი კითხვები არსებობს სწორედ ეკიპაჟთან დაკავშირებით, კაპიტანთან დაკავშირებით, როგორ აღმოჩნდნენ ისინი ამ ხომალდზე. საკმაოდ მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ქართველი კაპიტანი იყო მონაწილე რუსეთის დივერსიული აქტის. ფინეთს აქვს უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულება, მათ შორის დაკავებულ ხომალდზე აღმოჩენილი ძვირადღირებული სადაზვერვო აღჭურვილობა და ამავე ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი მინიმუმ ერთი პირი, რომელიც არის რუსეთის გრუს თანამშრომელი.